ვლადიმირ პუტინი ამზადებს თავის ბოლო და ყველაზე ძლიერ დარტყმას უკრაინის წინააღმდეგ, იმ იმედით, რომ ომს თავის პირობებზე დაასრულებს. ერთი ზალპით რუსეთს შეუძლია უკრაინის მიმართულებით გაუშვას 200-მდე რაკეტა. მაშინ, როცა მთელ ევროპაში საერო თავდაცვის ჩამჭერების დეფიციტია, ამაზე დღეს წერს ომის კვლევის ინსტიტუტი, ასევე წერს სამხედრო მიუმხილველი კონსტანტინ მაშოვეცი და ამაზე საუბრობს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი. ყველა მათგანი თანხმდება იმაზე, რომ რუსეთის ზაფხულ შემოდგომის შეტევა სლავიანსკ-კრამატორსკის აგლომერაციაზე დონბასში ჩავარდა, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ შემაშფოთებელ პროგნოზს აკეთებენ. კრემლი ამზადებს კიდევ ერთ ბოლო სტრატეგიულ მცდელობას 2026 წლის შემოდგომა ზამთრისთვის. ამავე დროს ვაშინგტონის ომის კვლევის ინსტიტუტი ფაქტობრივად აღნიშნავს, რომ ვლადიმირ პუტინმა დაინახა შანსი, რომ ამ ზამთარში უკრაინა გატეხოს. სწორედ პატრიოტის ჩამჭერი რაკეტების დეფიციტის გამოყენებით, ომი ამის გამო 2027 წლამდე გაგრძელდება. მაგრამ ამის შემდეგ შეიძლება დადგეს სიმშვიდე, რადგან ეს იქნება კრემლის ბოლო მცდელობა. რის შემდეგაც აღარ აქვს არანაირი სტრატეგიული აზრი საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას. ამ გამოშვებაში განვიხილავთ მთელ სურათს, ანალიტიკური პროგნოზებიდან დაწყებული კონკრეტული რაკეტების რაოდენობამდე, რომლებიც უკვე დღეს ისმის. მოკლედ პირდაპირ გეტყვით, პანიკაში ჩავარდნა არ არის საჭირო. მაგრამ მაქსიმალურად გონივრულად განვიხილავთ იმ სიტუაციას, რომელიც დღეს არის და რას შეიძლება გეგმავდეს კრემლი ომის გაგრძელების ფარგლებში. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად გავერკვეთ ამ თემაში, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივიწევთ 300,000 გამომწერისკენ. ამიტომ მადლობელი ვიქნები თითოეული თქვენი გამოწერისთვის. აი სწორედ ახლა სანამ დავიწყეთ, შეამოწმეთ, გთხოვთ, ამ ვიდეოს ქვეშ შეამოწმეთ, გამოწევილი გაქვთ თუ არა ეს YouTube არხი. შესაძლოა თქვენ უკვე დიდი ხანია უყურებთ, მაგრამ ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი. დააჭირეთ გამოწერის რილაქს სწორედ ახლა. მაშასე, სამხედრო მიმომხილველმა კონსტანტინე მაშოვეცმა დაწერა დიდი მასალა, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას. მისი თქმით, ვლადიმირ პუტინი ფსონსდებდა გამოფიტვის ომზე, სადღაც 2023 წლიდან. მაგრამ კრემლის გეგმა გაემარჯვა გამოფიტვის ომში ორი მთავარი მიზეზის გამო ჩავარდა. დასავლეთის მხრიდან კიევისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების შეწყვეტის შეუძლებლობა და ჩინეთის სურვილის არ ქონა უფრო აქტიურად მიიღო მონაწილეობა რუსეთის აგრესიაში. ვითომ ვლადიმირ პუტინს მართლა სჯეროდა, რომ მთელი დასავლეთი დონალდ ტრამპის მაგალითს გახვებოდა და უკრაინის დახმარებას შეწყვეტდა, მაგრამ ევროპა არ გაჩერდა. ან იყო გათვლა იმაზე, რომ ევროპა სულ მცირე სამხედრო დახმარებასა და ფინანსურ დახმარებას შეამცირებ და უკრაინას ისეთ მდგომარეობაში ჩააყენებდა, როცა თითქოს დახმარება არის, მაგრამ აშკარად არასაკმარისია თავდაცვითი ომის გასაგრძელებლად. და ასეთ პირობებში უკრაინა იძულებული იქნება უბრალოდ წავიდეს ისეთ შეთანხმებაზე, რომელიც სრულიად კრემლისთვის იქნება მომგებიანი. და ჩემს მხრივ დავამატებ, რომ სწორედ ამიტომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ თითქოს სწორედ ევროპამ აერჩია ომის გაგრძელება. იმიტომ რომ გადაწყვიტა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა ფულითა და იარარით. ანუ ამ განცხადებებით ისინი ფაქტობრივად ამხელენ საკუთარ ძრახვებს. მათი სამწუხარო ევროპამ არ თქვა უარი უკრაინაზე, აგრძელებს მხარდაჭერას, გამოყოფს საკრედიტო ხაზებს და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც წერს კონსტანტინე მაშოვეცი, ამ გამოფიტვის ომის ჩავარდნის აღიარების ნაცვლად რუსეთი ამზადებს კიდევ ერთ ბოლო სტრატეგიულ ბიძგს. ამისთვის რუსი აგრესორი ემზადება მობილიზაციის ახალ ეტაპზე რუსეთის ფედერაციაში. თუმცა ეს რა თქმა უნდა არ იქნება ღია მობილიზაცია. ცოტა მოგვიანებით აგიხსნით რატომ. ხოლო კრემლი აძლიერებს დარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე, ეკონომიკას სამხედრო რეჟიმზე გადაიყვანს და ცოტა ხნის წინ საკადრო ცვლილებები განახორციელა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობაში. გახსენებ, პუტინმა მაგალითად დანიშნა ახალი სარდალი, რომელიც უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების ანალოგს წარმოადგენს. ანუ მათთან ეს სტრუქტურა სხვანაირად ეწოდება, მაგრამ მათაც დაიწვეს განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება საჰაერო კომპონენტებისა და უპილოტო აპარატების განძლიერებაზე. შემდეგ მოგიყვანთ მაშევცის ციტატას. კრემლმა უკვე გააცნობიერა ორი ძირითადი რამ თავისი მიმდინარე სტრატეგიული მდგომარეობის შესახებ. მისთვის ძალიან ძვირადღირებულ ომში, გამოფიტვის ომის სტრატეგიის ფარგლებში, საკუთარი მონაწილეობის გაჭიანურება უკიდურესად საშიშია. მისთვისე.
ამიტომ საჭიროა მკვეთრად და დიდი, შეიძლება ითქვას, უზარმაზარი მასშტაბით დაჩქარება. ანუ იდეა ისაა, რომ თუ გამოფიტვის ომში გამარჯვება არ გამოდის და ეს გამოფიტვის ომი უკვე თვით მოსკოვას ურტყამს, ნათელია, რომ ის დარტყმები, რომლებიც დღეს ყოველდღე ხდება რუსეთში, 2022 და თუნდაც 2023 წლებში წარმოსადგენს კი რთული იყო. და იყო გათვლა იმაზე, რომ აი ჩვენ ისე დავასუსტებთ უკრაინას, რომ ის დანებდება. მაგრამ აშკარაა, რომ გამოფიტვის ომმა შედეგი აღარ გამოიღო, რადგან უკრაინა ძლიერდება. აი შესაბამისად თუ ამოწურვის ომში გამარჯვება არ გამოდის, საჭიროა უმძლავრესი დარტყმის მიყენება, რომ ძალიან სწრაფად შოკში და შიში ჩააგდო მოწინააღმდეგე. და სწრაფად აიძულო კაპიტულაცია. და მეორე რამ, მაშევეცის აზრით ასე ჟღერს. კრემლი მოისურვებს მასშტაბური შეტევის გამეორებას. მასშტაბური შეტევითი ოპერაციის ჩატარებას ახალი ძალებით, ახალი ხალხით და შესაძლოა ახალ ადგილას. მობილიზაციის შესახებ. ეხლა რუსეთში რეგიონებს მისცეს ბრძანება, გააძლიერონ კონტრაქტული ჯარისკაცების რეკრუტირება. და პირდაპირ განაცხადეს, ან თქვენ თვითონ იპოვით 409,000 რუს ივანეს, რომლებიც მზად არიან უკრაინაში სიკვდილისთვის წავიდნენ, ან გამოცხადდება მობილიზაცია. თითქოს სხვა გზა არ არსებობს. და აი დღევანდელი მდგომარეობით, რაც ოფიციალურად არის ცნობილი, რუსეთის 56 რეგიონი უკვე ფულს უხდის არათავად კონტრაქტით სამხედროებს, არამედ ამ სამხედროების გადამბირებლებს, ანუ თავებზე მონადირეებს. და ზოგ რეგიონში ეს გადახდები გადამბირებლებისთვის 10 ჯერ გაზარდეს. ასე რომ არ არის გამორიცხული, რომ ოქტომბრამდე ისინი ამ რეჟიმში საკმარის რუს ივანებს დაიჭერენ, რათა საყოველთაო მობილიზაცია არ გამოაცხადონ. ან იქნება ეს იქნება როგორც პენზაში, გახსოვთ ის კადრები. უკვე თითქმის ყველას დავიწყებული აქვს. დავიწყებული აქვს, როგორ იჭერდნენ იქ კაცებს ქუჩებში. მაგრამ ამას უფრო ფარულად, უფრო ლოკალურად აკეთებდნენ და არა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ ყველა რუსმა თითქოს ნახა ეს კადრები და მერე დაივიწყა. ამ ფონზე ვაშინგტონის ომის კვლევის ინსტიტუტის პროგნოზი კიდევ უფრო მკაცრად ჟღერს ვიდრე უკრაინელი ანალიტიკოსი მაშერცის პროგნოზი. ომის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, რუსი დიქტატორი ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებებზე არ წავა და ომს შემდეგ წლამდე გაახანგრძლივებს. რადგან ის დარწმუნებულია, რომ შეუძლია ისარგებლოს პატრიოტის ჩამჭერი რაკეტების დეფიციტით, რათა უკრაინა აიძულოს დაემორჩილოს მის მაქსიმალისტურ მოთხოვნებს. ანალიტიკოსები პირდაპირ წერენ, საწარმოო ძალისხმევის გადატანა სწორედ ბალისტიკურ რაკეტებზე მიუთითებს კრემლის განზრახვაზე, გამოიყენოს მომავალი ზამთარი იმისთვის, რომ უკრაინის წინააღმდეგობის სურვილი გატეხოს. ანუ სწორედ ეს ზამთარი. აქ ნამდვილად უნდა აღინიშნოს, რომ რუსები ახლა მაქსიმალურ ყურადღებას ამახვილებენ სწორედ ბალისტიკური რაკეტების წარმოებაზე, რადგან ისინი ხვდებიან, რომ უკრაინას ბალისტიკური იარავისგან დაცვა უბრალოდ არაფრით შეუძლია. შემდეგ ციტატა ICW-ის ანგარიშიდან. კრემლი მიიჩნევს, რომ შეუძლია გამოიყენოს უკრაინაში ჩამჭერი რაკეტების დეფიციტი, რათა თავიდან აიცილოს არსებით მოლაპარაკებებში ჩართვა, ან თავისი მაქსიმალისტური მოთხოვნების დათმობა. ბოლო დროს პატრიოტის ანტისარაკეტო სისტემების მიწოდების მკვეთრი შემცირება ხელს შეუწყობს ომის გაჭიანურებას 2027 წლამდე. ანალიტიკოსების შეფასებით ვლადიმირ პუტინის ლოგიკა ასეთია: რუსეთს შეუძლია მოიგოს ომი გამოფიტვაზე. თუ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ჯარები ინიციატივას შეინარჩუნებენ და წინ წავლენ მთელი საომარი თეატრის მასშტაბით. პარალელურად კი უკრაინულ ქალაქებსა და ინფრასტრუქტურას დაბომბავენ. ამ გზით ამოწურავენ როგორც უკრაინის თავდაცვის უნარიანობას, ასევე დასავლეთის მხარდაჭერას. კიდევ ერთი ციტატა. პატრიოტის ჩამჭერი რაკეტების დეფიციტი რუსეთს აძლევს შესაძლებლობას უკრაინას ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენოს მომავალ ზამთარში. შესაბამისად, ეს ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დაგვიანებას და ომის გაჭიანურებას. ამასთან ICW პროგნოზირებს დარტყმის კონკრეტულ მიმართულებას. რუსეთი ზამთარში კიდევ უფრო გააქტიურებს შეტევებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. და უკვე უახლოეს კვირებში დაიწყებს მასშტაბურ დარტყმებს კიევის ენერგეტიკულ სექტორზე, რათა ჩაშალოს უკრაინის ძალისხმევა ენერგეტიკული ზონების გაძლიერებაში. გაგრძელება. ეხლა კი კონკრეტული ციფრები რაკეტებზე, რომლებიც ამ პროგნოზებს თეორიად კი არ ტოვებს, არამედ უკვე მიმდინარე მოვლენების აღწერად აქცევს.
დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ მადიარმა ბროუდიმ Associated Press-თან ინტერვიუში გააფრთხილა, რომ რუსები გეგმავენ გაზარდონ სხვადასხვა ტიპის რაკეტების ერთდროული გასროლა გემებიდან, თვითმფრინავებიდან და სახმელეთო გამშვები და ანგარებიდან ერთდროულად 200 ერთეულამდე ერთ ძალში. ამჟამად მისი თქმით მოწინააღმდეგეს შეუძლია ერთდროულად გაუშვას 70-ზე მეტი, კონკრეტულად კი 77 რაკეტა, სხვადასხვა ტიპის. ანუ ერთ ძალში 77 რაკეტა. მაგრამ მადიარის თქმით, ეს რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს 200-მდე. ამიტომ მათი რაოდენობის შემცირების ერთადერთი გზა არის დარტყმების მიყენება ყველა ობიექტზე, რომლებიც მონაწილეობენ ამ რუსულ რაკეტების წარმოებაში და გამშვებ დაანდგარებზე. უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემები ნამდვილად ადასტურებს ამ წარმოების რბოლის მასშტაბებს. აი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამმართველოს ინფორმაციით. რუსები ყოველთვიურად შეძლებენ 3-დან 4 კომბინირებული შეტევის განხორციელებას, რომლებიც სხვადასხვა ტიპის რაკეტებსა და უპილოტო აპარატებს მოიცავს. სამიზნეებად რჩება კიევი, ზაპოროჟიე, დნეპრი და ხარკოვი, როგორც უკრაინის თავდაცვითი სამრეწველო კომპლექსის ცენტრები. რაც შეეხება სარაკეტო შეიარაღების ძირითად ტიპებს, გურის მონაცემებით რუსეთი ასრულებს წარმოების გეგმას ნორმის 110-დან 120%-ზე. რაოდენიმე ნიმუშზე კი საერთოდ აჯარბებს ყველა ამ გეგმას. კერძოდ უკრაინის დაზვერვის მონაცემები რაკეტების ონიქსისა და ცირკონის შემთხვევაში წლიური გეგმა უკვე ამ წლის 3 აგვისტოსთვის იყო შესრულებული. ანუ სამწუხაროდ რუსეთმა დააწყო რაკეტების წარმოება და ამასთან აჭარბებს საკუთარ გეგმებს მათი წარმოების მხრივ. და ხაზგასმით აღნიშნავ, ეს არ არის ჩემი პირადი შეფასება. ეს არის უკრაინის სამხედრო დაზვერვის შეფასება. იცვლება თავად გამოყენების ტაქტიკაც. საუბარი არა მხოლოდ რაოდენობაზე, არამედ დარტყმების დროთმების დროზეც. თუ შეამჩნიეთ ერთ კვირაში რუსეთმა გაუშვა 50-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა და დაიწყო უკრაინაზე უფრო ხშირად დღისით შეტევა. ისინი ცდილობენ მოულოდნელობის ეფექტის მიღწევას და უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის მოსამზადებლად ნაკლები დროის დატოვებას. კრემლის ახალი ტაქტიკის კიდევ ერთი მტკიცებულებაა რეაქტიული დრონები. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა შემდეგი. ივლისში რუსეთმა 5-ჯერ მეტი რეაქტიული დრონი გამოიყენა ვიდრე ივნისში. მათ მნიშვნელოვნად მაღალი სიჩქარე აქვთ ვიდრე შიდაწვის ძრავიანი დრონებს. ეს სწორედ ის შახედებია, რომელსაც უკრაინელები მოპედებს ეძახიან. და ისინი უკვე მიუცდომელია უკრაინული გადამჭრელი დრონების უმეტესობისთვის. მათი სიჩქარე შეზღუდულია დაახლოებით 300 კმ/სთ. თუმცა უკვე წინა დღეს წარმოდგენილი იყო სწორედ ის გადამჭრელი დრონები. რეაქტიული გადამჭრელი დრონები, რომლებიც ნამდვილად შეუძლიათ ჩამოაგდონ სწორედ ეს რეაქტიული დრონები რუსების. ამას ემატება ახალი კიდევ უფრო შემაშფოთებელი საფრთხე. ეს არის რუსეთის სატელიტური დაჯგუფება RASVET. ეს არის სწორედ ის ანალოგი Starlink-ისა. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი რადიოტექნიკასა და ტექნოლოგიებში სერგეი ფლეშ-ბესკრესნოვმა გააფრთხილა, რომ ამ ქსელის Starlink-ის ანალოგის განთავსების შემდეგ რუსები შეძლებენ მთელი უკრაინის დრონებით ონლაინ მართვით შეტევას. მაგრამ შეგახსენებთ, რომ ამავე დროს უკრაინა ახლა ვერ იყენებს Starlink-ს, რათა ონლაინ მართოს დრონები რუსეთის თავზე. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ ესეთი მოთხოვნა ილონ მასკს გაუგზავნა და სთხოვეს, რომ თითქოს ჩვენ არ ვითხოვთ Starlink-ის გამოყენებას, რომელიც დღესდღეობით არ მუშაობს რუსეთის თავზე, იმისთვის, რომ დავარტყათ სამოქალაქო ობიექტებს. არა, კარგი, ჩვენ შევიზღუდებით დარტყმებით ბალისტიკური რაკეტების გამშვებ დანადგარებზე და ამ რაკეტების მწარმოებელ ქარხნებზე. მაგრამ ილონ მასკმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე Starlink-ის გამოყენებას რუსებზე დარტყმებისთვის ის არ აძლევს ნებას. მისი აზრით, უკრაინამ უკვე დროა დათანხმდეს რომელიმე სამშვიდობო შეთანხმებას და დაასრულოს ომი რუსებთან. ხოლო რუსები ამავე სისტემით RASVET-ით შეძლებენ მთელი ჩვენი ტერიტორიის დრონებით შეტევას, რომლებიც ონლაინ რეჟიმში მათი თანამგზავრობით იმართება. რომლებიც სრულად აკოპირებენ Starlink-ის სისტემას. კიდევ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილის გენერალ-მაიორ ვადიმ სკიბიცკის განცხადება, რომელმაც დაადასტურა.
რომ რუსეთი რასვეთის სისტემას მოსალოდნელზე ბევრად უფრო სწრაფად აფართოებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. უკვე 31 ივლისისთვის 16 თანამგზავრი, რომლებიც მარტის ბოლოს გაუშვეს, დაასრულეს მოქმედი დაჯგუფების ფორმირება ორბიტაზე. თანამგზავრები უკვე უზრუნველყოფენ მინიმუმ 2 საკომუნიკაციო ფანჯარას უკრაინის თავზე. თითოეულის ხანგრძლივობა 1 საათზე მეტია. ანუ, როდესაც ეს თანამგზავრები კონკრეტულად უკრაინის თავზე გადიან. ორჯერ დღეში თითო საათით რუსებს უკვე აქვთ ფანჯარა, როდესაც ისინი ონლაინ რეჟიმში პირდაპირ რეალურ დროში შეუძლიათ მართონ უპილოტო აპარატები, დააკვირდნენ და მიაკენონ დარტყმები უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინის დაზვერვის მონაცემებით კრემლის მიზანია 2027 წლისთვის ჯგუფის რაოდენობა 292 თანამგზავრამდე გაზარდოს. ეს უკვე პრაქტიკულად საშუალებას მისცემს თითქმის მთელი დღე-ღამის განმავლობაში დააკვირდნენ უკრაინის ტერიტორიას. და თითქმის 1000-მდე ესეთი თანამგზავრი 2030 წლისთვის საერთო ჯამში სამწუხაროდ ყველა პროგნოზი იმის შესახებ, რომ რუსები ვერ შეძლებდნენ საკუთარი Starlink-ის ანალოგის გაშვებას, არ გამართვდა. და ის სისტემას რასვეთს ისინი ნელ-ნელა აფართოებენ და თვითონ ფლეშიც აღიარებს, რომ დიახ, ეს მართლაც უზარმაზარი პრობლემაა. ეხლა კი მოდით განვიხილოთ უკრაინის რეალური პრობლემები ამ ყველაფრის გამო. უკრაინული ბალისტიკის მხრივ სურათი რთულია. უკრაინის არსენალში ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ერთადერთი სისტემა არის პატრიოტი, რომლის ჩამომბდები რაკეტებიც კრიტიკულად არ ყოფნის. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ ერთ მომენტში საერთოდ შეწყვიტა საჯაროდ ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რამდენ რაკეტას იყენებს რუსეთი თავდასხმების დროს. ეს ცვლილებაა, რომელიც თავისთავად მიუთითებს, რამდენად სენსიტიურია ეს ინფორმაცია. ბოლო მოხსენებებში უკრაინის საჰაერო ძალები აღარ ამბობენ, რამდენი რაკეტა იქნა გაშვებული და რამდენი მათგანი ჩამოაგდეს. ისინი მხოლოდ უპილოტო აპარატების რაოდენობას ასახელებენ. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე იყო ინფორმაცია, რომ უკრაინის საჰაერო ძალებს არც ერთი ბალისტიკური რაკეტა არ ჩამოუგდიათ. იმიტომ რომ უბრალოდ არ ყოფნით ჩაუნგდები რაკეტები. უკრაინული წყაროების მიხედვით თავად ევროპასაც არ ყოფნის რაკეტები. პატრიოტის რაკეტები მოკავშირეები ფიზიკურად ვერ ავსებენ უკრაინის დეფიციტს, რადგან თავადაც შეზღუდული აქვთ მარაგი. რაც შეეხება ამერიკელებს, როგორც იცით, მათ თავიანთი მარაგები ამოწურეს და რაც კონვეიერიდან გამოდის, მაშინვე მიეწოდება ამერიკული არმიის დეფიციტის დასაფარად და არა ევროპულის. ამიტომ ევროპელები იმასაც კი რაც აქვთ, თავისთან ინახავენ, რადგან ეშინიათ, რომ შეიძლება თავად დასჭირდეთ. თუმცა ჩრდილოეთ კორეა აგრძელებს რუსეთის შეიარაღებას ბალისტიკური რაკეტებით, KN-23 და KN-24, რომლებსაც გაფანტვის მაქსიმალური რადიუსი აქვთ. და თუ გაიხსენებთ, ივლისში იყო შემთხვევა, როცა კრივოი როგთან ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტა კერძო სახლს დაეცა, სადაც მთელი ოჯახი დაიღუპა. აი აღმოჩნდა, რომ ამ რაკეტამ მიზნიდან მთელი 15 კილომეტრით გადაუხვია და სწორედ ამ საცხოვრებელ სახლს დაარტყა. ეხლა კი ამ თემაზე ბოლო სიახლეები. ვლადიმირ ზელენსკიმ პირადად დაადასტურა როგორც ესკალაციის მასშტაბი, ასევე მისი ხასიათი, როდესაც 11 აგვისტოს მორიგ ღამის თავდასხმას გამოეხმაურა. ხერსონში და ხარკოვში დარტყმები ქვესადგურებზე იყო, რის გამოც ელექტროენერგია გაითიშა. ასევე დარტყმები მოხდა დონეცკის, დნეპროპეტროვსკის და ნიკოლაევის რეგიონებში. გარდა რაკეტებისა, უკრაინაში 120-ზე მეტი დრონი მოფრინდა, რომელთა უმეტესობა სწორედ რეაქტიული შახედებია. ეხლა კი ზელენსკის ციტატას მოვიყვან. რუსეთის ყოველი ნაბიჯი, ბალისტიკური იარაღის წარმოების გაზრდა, ჩრდილოეთ კორეის რესურსების მოზიდვა, მობილიზაციისთვის მზადება. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ მოსკოვი მშვიდობისთვის კი არა, ესკალაციისთვის ემზადება. მოქმედება მშვიდობისთვის საჭიროა ახლა, ლოდინი არ შეიძლება. მეტი სანქციური ზეწოლა სწორედ იმ საწარმოებზე, რომლებიც რუსეთის ომზე მუშაობენ. უფრო მეტი დახმარება უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის მიმართულებით. ეს ყველაფერი საჭიროა, რომ მშვიდობას შანსი ჰქონდეს. და ახალი დარტყმების საფრთხის ფონზე ზელენსკიმ შეგახსენებთ ჯერ კიდევ 5 აგვისტოს მოუწოდა ადგილობრივ ხელისუფლებას წინასწარ განეხორციელებინათ ზამთრის პერიოდისადმი მდგრადობის გეგმები. მთავარ ამოცანებს შორის მან დაასახელა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა, თავშესაფრების საჭირო რაოდენობისა და ხარისხის უზრუნველყოფა, ასევე უკრაინის ანტიბალისტიკური შესაძლებლობების გაძლიერება. ასე რომ ზამთარი აშკარად რთული იქნება, მაგრამ თუ ანალიტიკოსებს დაუჯერებთ, კრემლისთვისაც ეს შეიძლება გახდეს ბოლო სტრატეგიული მცდელობა, რის შემდეგაც მისი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შემცირდება და
აზრს დაკარგავს. რადგან გამოფიტვის ომს კრემლიც ვეღარ უძლებს, მისთვისაც ეს რთული ხდება. ამიტომაც მათ იმედი აქვთ, რომ მიაყენებენ უკრაინას ბოლო, როგორც ისინი ფიქრობენ, გამანადგურებელ დარტყმას და აიჯულებენ უკრაინას გაზაფხულისთვის თითქმის კაპიტულაციას მოაწეროს ხელი. კიდევ ერთხელ არ მინდა ვთქვა, რომ თავზე ნაცარი უნდა დავიკაროთ. არ უნდა ვთქვათ, რომ ყველაფერი დაკარგულია. ჯერ არაფერი დაკარგულა. ცხადია, ომი გრძელდება. სამწუხაროდ, ეს უახლოეს მომავალში არ მთავრდება. აი ასეა და უბრალოდ უკეთესია გვესმოდეს, რისთვის უნდა მოემზადოთ, ვიდრე ვცხოვრობდეთ რაღაც ვარდისფერ ილუზიებში. და ბოდიშით არ ვიტყვი ვინ ამბობდა ამას, რომ აი რაკეტები მალე დამთავრდება. თითქოს რუსეთს დარჩა 10 რაკეტა. 20 რაკეტა. არა. ისინი ჯერ კიდევ აქვთ. და როგორც უკვე თქვა დაზორის ხელმძღვანელის მოადგილემ, მათ ეს რაკეტები ჭარბადაც კი აქვთ. რუსები სამწუხაროდ უსწრებენ საკუთარ გეგმებსაც კი ამ რაკეტების წარმოებაში. ამიტომ ისინი გააკეთებენ აქცენტს იმაზე, რომ მაქსიმალურად დაარტყან ამ რაკეტებით უკრაინულ ქალაქებს. ამიტომ აქ წერტილებს დავსვამ. მეგობრებო, თქვენი აზრი და დასკვნები აუცილებლად დაწერეთ ამ გამოშვების კომენტარებში. გამოიწერეთ ეს არხი, დაალაიქეთ გამოშვება და არ დაგავიწყდეთ ზარის ღილაკზე დაჭერა. და მეგობრებო, თუ გსურთ დამოუკიდებელი YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, რომ მიიღოთ ასეთი ინფორმაცია, ღია, ყოველგვარი ვარდისფერი სათვალეების გარეშე, შეგიძლიათ ფინანსურად დაუჭიროთ მხარი ამ არხს. ნებისმიერი დონატის საშუალებით, ბულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებული ამ ვიდეოს აღწერაში, ან სპონსორობის საშუალებით პირდაპირ YouTube პლატფორმაზე. ამ ვიდეოს ქვეშ დააჭირეთ Relax დასპონსორება და აერჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი მხარდაჭერის ნებისმიერი ვარიანტი. სულ ეს იყო. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.